საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 9-ის ნახევარზე სტუდიაში ლიკა ტურიაშვილი მუშაობს. რუსთავს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლჰოლი სტუმრობდა, რომელიც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქის მერს დავით ჯიქიას შეხვდა. ალექსანდრა ჰოლჰოლი რუსთავში არსებული სოციალური და ეკონომიკური ფონით დაინტერესდა და საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია პირადად ქალაქის პირველი პირისგან მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქში წინასაარჩევნო სიტუაციაზეც ისაუბრეს. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო გაცნობოდა ქალაქში არსებულ სიტუაციებს, გარდა ამისა წინასაარჩევნო პერიოდია, აინტერესებდა როგორი სიტუაცია, როგორი მდგომარეობა არის ქალაქში, ვისაუბრეთ ზოგადად ქალაქში არსებულ სოციალურ პრობლემებზე. ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა რუსთავის მერთან, ვისაუბრეთ ქალაქის გამოწვევებზე და პერსპექტივებზე, ასევე ვისაუბრეთ რუსთავში წინასაარჩევნო პერიოდზე. საერთაშორისო თანამეგობრობა თვალყურს ადევნებს საპრეზიდენტო არჩევნებს და ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების კიდევ ერთი დასტური იქნება. რუსთავში უკანონო მშენებლობებმა იკლო ქალაქის მერის მოადგილე დავით ცხირტლაძე ფაქტს ზედამხედველობის სამსახურის ეფექტურ მუშაობას უკავშირებს. მისი განცხადებით სამსახურის თანამშრომლები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არქიტექტურის სამსახურიდან ნებართვის აღებამდე კონსულტაციებს უწევენ. გამომდინარე იქიდან, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია უკანონო მშენებლობების გამოვლენაა, თანამშრომლებს საჯარიმო სანქციების გამოყენებაც უწევთ. თუმცა დავით ცხირტლაძე აცხადებს, რომ სანქციის ამოქმედებამდე მეპატრონეების გაფრთხილება და გარკვეული ვადების დაწესება რამდენჯერმე ხდება. ზედამხედველობის სამსახური, ისე როგორც სხვა სამსახური, კარგად ართმევს თავის ფუნქციებს. 12 კაციანი ჯგუფი ყოველ დღე გადის ადგილებზე, ათვალიერებს, როგორ მიმდინარეობს მშენებლობები და თუ გამოვლინდა დარღვევები, აკეთებს რეაგირებას. და ეს ციფრი, რა თქმა უნდა, შემცირებულია, იმიტომ რომ მოსახლეობის განათლება გაიზარდა, მინდა გითხრათ და აქტიურადაც იცნობენ კანონებს. ეს არის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და უფრო მეტიც თავად ამ სამსახურის დებულებასაც კარგად იცნობენ. კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს. მეორე აწევის სატუმბო სადგურის 700 მმ-იან მაგისტრალზე მომხდარი ავარიული დაზიანების გამო 10 ოქტომბერს დილის 10 საათიდან 22 საათამდე სასმელი წყლის მიწოდება შეწყდება. ქალაქის განვითარების გეგმა რუსთაველებთან ერთად უნდა შეიქმნას. ასეთია რუსთავის ახალი მერის დავით ჯიქიას ერთ-ერთი პირველი ინიციატივა. ინიციატივის განხორციელებისთვის რუსთავის მერმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაგეგმა. მათი პრობლემების მოსმენა დავით ჯიქიამ მათივე საცხოვრებელ კორპუსებთან გადაწყვიტა. პროცესი ყოველდღიურად რამდენიმე მიკრორაიონში მიმდინარეობს. ქრონიკა რუსთაველების პოზიციით დაინტერესდა, რას ფიქრობენ ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლები ქალაქის მერის ინიციატივის შესახებ და რას მიიჩნევენ რუსთავისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ბოლო რამდენიმე კვირაა ქალაქის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. სამსახურების უფროსებთან და მოადგილეებთან ერთად დავით ჯიქია რუსთაველებს საკუთარ საცხოვრებელ კორპუსებთან ხვდება და პრობლემებს ადგილზე ეცნობა. სხვადასხვა საკითხის განხილვის შემდეგ მათი გადაჭრის გზებზე ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად მსჯელობს. შედეგად კი მომავალი წლის ბიუჯეტისთვის პრიორიტეტების შერჩევა ხდება. რუსთავის მერი მიიჩნევს, რომ ყველა პროექტი მოსახლეობის ჩართულობით უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს. ქრონიკა მოსახლეობის პოზიციით დაინტერესდა, რას ფიქრობენ რუსთაველები ქალაქის მერის პირადი ინიციატივის შესახებ. აუცილებლად. ახლო უნდა იყოს ხალხთან რაც შეიძლება. და ის ჭირვარამი გაიზიაროს უნდა და მოусმინოს მოსახლეობას. უფრო ახლოს გაეცნობა თავის მოსახლეობას, უფრო ადვილად გაიგებს ვის ტკივა და ვის სულხენს და რა თქმა უნდა ამის შესწავლის შედეგად გაითავისებს. ყოველთვის ვესალმებ, რომ ხალხს და ხალხში საზოგადოებაში ახლოს უნდა იყოს კონტაქტი. ჩემი გასაჭირი შენ თვალით უნდა ნახო. ძალიან და კაბინეტში გალიასავე მომწოდებული და ეს ერთია საზოგადოებაში რომ გადახარდელაღო. ძალიან მომწონს. ნამდვილად უნდა იყოს შეხვედრები და ურთიერთკავშირი ხალხსა და მთავრობას შორის. გაუცხოება ყოველთვის არასასიამოვნო არის და როცა ახლოს ხარ შენ იმ ადამიანთან, ვისთანაც გეგულება რაღაცა სიმართლის მოპოვება, მაშინ ყოველთვის გაადვილებულია ცხოვრება. რუსთაველები მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მათი ჩართულობა ქალაქის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ისინი ქალაქის მერს მიმართავენ და პირველ რიგში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებასა და დასაქმების პრობლემის მოგვარებას თხოვენ.
რა თქმა უნდა განვითარდეს ისევე ის ინდუსტრია და უნდა განვითარდეს ქალაქი. Ქალაქი განვითარდება იმ შემთხვევაში, როცა იქნება ბევრი დასაქმებული, სიძლიერე ექნება ოჯახებს. აუცილებლად უნდა დაიწყოს ქარხანა მუშაობა. აუცილებელია. იმიტომ ხალხი უნდა დასაქმდეს. მე თვითონ სოციალური დაუცველი ვარ და წინ რო წამოვიდოდეთ, აი მაგალითად ძალიან ბევრს აწუხებს უბინაობით პრობლემა. რო წამოიწეოდეთ წინ და მიექცეოდეთ უფრო მეტი ყურადღება, კარგი იქნება. ბუნკერების საკითხი უნდა მოგვარდეს პირველ რიგში. შემდეგ წყალგაყვანილობის საკითხი, რომელიც გასულ წელს გამოიცვალა, მაგრამ არის ძალიან უხარისხოდ გაკეთებული. შენობებში, სარდაფებშიც კი დგება უკვე წყალი. აი ამას უნდა მიეხედოს პირველ რიგში და საერთოდ დასუფთავების საკითხს. დანარჩენი ალბათ ნელ-ნელა აეწყობა. ქრონიკის მიერ გამოკითხულმა ყველა რესპონდენტმა მერთან მიმართვისას მხოლოდ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება ითხოვა. მათი აზრით რუსთავში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში სიტუაცია მათ ოჯახებშიც გამოსწორდება. კორპუსებში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ კი რუსთაველები ქალაქის მერს უკვე საკუთარ საცხოვრებელ ეზოში ელოდებიან. საქართველოს მასშტაბით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საოლქო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადამოწმება მიმდინარეობს. 2013 წლის საარჩევნო კოდექსის თანახმად თითოეული ამომრჩეველი საკუთარი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოწმდება. იმ პირებმა კი, რომლებმაც სამედიცინო ან სასჯელ აღსრულების დაწესებულებები ახლახანს დატოვეს, სპეციალური ცნობა უნდა წარადგინონ. კანონის მიხედვით იგივე პროცედურა ხორციელდება საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაშიც. რუსთავში ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესი ნახეთ ქრონიკის სიუჟეტში. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად 18 დღე დარჩა. არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებისთვის აქტიური მზადება ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში მიდის. რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისია ამ ეტაპზე საარჩევნო უბნების მიხედვით ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას ყოველდღიურად ახორციელებს. კომისიის თავმჯდომარის გაგა აბციაურის განმარტებით, ამომრჩევლები, რომლებიც ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ ფიქსირდებიან, საკუთარი თავი იუსტიციის სახლში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა გადაამოწმონ. ხოლო ის პირები, რომლებიც ამომრჩეველთა ერთიან სიაში 17 ოქტომბრამდე ვერ მოხვდებიან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად ხმის-მიცემის უფლებას ოფიციალურად დაკარგავენ და სიაში მოხვედრა მხოლოდ სასამართლოს შარევის გზით იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვერ პოულობს თავს საარჩევნო სიაში, მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიას, არიან ესეთი პირები, რომლებსაც სიტყვაზე სხვა ოლქში არიან რეგისტრირებული და უნდათ რუსთავში დარეგისტრირდნენ, ან დაკარგული აქვთ რეგისტრაცია, ძალა დაკარგულად არის გამოცხადებული რეგისტრაცია და რეგისტრაცია გაიარონ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ვერ გაივლის შესაბამის რეგისტრაციას არის კიდე შემდეგ 10 ოქტომბრის შემდეგ 10 დღის 17-მდე მოასწრებს. ამას უკვე იმათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს წესით მოხდან საარჩევნო სიაში. ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადამოწმებას და საკუთარი ხმის დაცვის უფლებას მოქალაქეების მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიიჩნევენ. მოსახლეობის ნაწილი განმარტავს, რომ არჩევნებზე მუდმივად საარჩევნო მოსაწვევის მიხედვით დაფიქსირებული მისამართით სარგებლობენ და ამ დრომდე მათ აღნიშნული პრობლემა არასოდეს შექმნიათ. ამომრჩეველთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სიებში საკუთარი თავის გადამოწმება აუცილებელია. ბიულეტენი მივიღე და ახლა გადასამოწმებელი არ ვიცი, ნამდვილად ვარ სადავცხოვრო იქ მოვიდა და არ მიფიქრე რომ გადავამოწმო, ნამდვილად ვარ იქაც სიაში. შემოწმებას არ ვაპირებ, ვინ რომ ყოველთვის ვიყავი, თუ მოიტანდნენ მოსაწვეს ყოველთვის ხდებოდით სიაში, ასე რომ პრობლემა არასდროს ყოფილა. ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ეს როცა მივიღებ, გადავამოწმებ აუცილებლად. ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესი უახლოეს რამდენიმე დღეში დასრულდება. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში 350 მეტრის სიგრძის გზა კეთდება. სოფელში გზისარეაბილიტაციო სამუშაოები 2 ეტაპად ხორციელდება და მომავალ წელს მთლიანად დასრულდება. ნაზარლოში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები გარდაბნის გამგებელმა და სამსახურების უფროსებმა მოინახულეს. მათი განმარტებით აღნიშნული პროექტის მეორე ეტაპი მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება. ნაზარლოში დასრულდა 350 მეტრიანი გზის მოასფალტება და ის მომავალ წელიწადს კიდე გაგრძელდება იქ 250 მეტრი. ესეც არის სოფლის პროგრამით გათვალისწინებული იყო და თანხების სიმცირის გამო გადავიტანეთ
მომავალ წელიწადს. სოფელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას მოსახლეობა რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა პრობლემა ამ დრომდე ვერ მოგვარდა. აქ უამინდობის დროს გადაადგილება შეუძლებელი იყო, ახლა კი როგორც ხედავთ, ასფალტის საფარი დაიგო და პრობლემაც მოგვარდა. თუმცა გარკვეული მონაკვეთი კვლავ მოუწესრიგებელი დარჩა და იმედია დროულად გაკეთდება. პრეზიდენტობის კანდიდატი აკაკი ასათიანი ქვემო ქართლში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ტრადიციონალისტთა ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ამჯერად გარდაბანში იმყოფებოდა. ასათიანმა ამომრჩეველს წინასაარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო. სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული საკითხები, სასმელი წყლის პრობლემა და დასაქმება. ეს იყო ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მოსახლეობამ შეხვედრაზე დააყენა. აკაკი ასათიანი ქვეყნის საგარეო კურსზე ესაუბრა ამომრჩეველს. მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს. პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს ქვემო ქართლის სხვა გაუზომელია, გაურკვეველია, პასუხს არ აძლევენ, ხო? 9 ჰექტარს ითხოვენ, 9 ჰექტარი არა. არ თან სადღაც ხდება, იქ ვიღაცა ინდოელს მიცეს, საიდელ მიცეს, რა მოსაზრებით მიცეს. ეს ხალხი ესე, ეს ხალხი თუ ჩვენი მოსახლეობა და მოქალაქეები არიან, გავარკვევთ ესამე, ითხოვენ, ნახეთ, ჰექტარს არ ითხოვენ. 9 ჰექტარს ითხოვენ, მე ჩემ თავს გამოვკვებავ. აქ მდიდარი მიწა ახლა მართლა დასავლეთ საქართველოშია პრობლემა 9 ჰექტარი და ჰექტარი და იქაც კი ადამიანები რაღაცა სახერხებენ. ნუ მიწა მათთვის. სწორედ ნეიტრალიტეტის ესმით სწორად, ხო, რაღაცნაირად, იმიტომ თან მეზობე აზერბაიჯანი რეალურად ახორციელებს ნეიტრალიტეტს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხო, არც ერთ ბლოკში არ შედის. ისეთი მდგომი პოზიცია უჭირავს ჩვენ და მათ შეგვეძლო ეს მართლა ერთობლივად გაგვეხორციელებინა ბოლომდე. არის ახლა აზერბაიჯანულ დასახლებული მოსახლეობა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ დაახლოებით 60% ამ მოსახლეობის გასულია საზღვარგარეთ. მათ შორის რუსეთში და უკრაინაში. აქვთ პრობლემა როგორ ვიზებთან დაკავშირებით. და თუ კი ამას არჩევნების დროს ვინც კი დაპირდება კი უნდა შეუსრულონ კიდეც. თუ მოუგვარებენ ამას ვიზებს, აზერბაიჯანული მოსახლეობა ამით ძალიან ყოველფერი იქნება. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2013 წლის ზაფხულში რუსთავში არსებულ რამდენიმე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. ამ ეტაპისთვის 16 სკოლის სახურავის პრობლემა მთლიანად მოგვარებულია. მოიწყო გათბობის სისტემა და გამოიცვალა კარ-ფანჯრები. რესურს ცენტრის ხელმძღვანელის თამარ ხეჩიკაშვილის განცხადებით, სკოლებში არსებული პრობლემების გამოსაკვეთად განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, რუსთავში არსებული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება მომავალ წელსაც გაგრძელდება. პრიორიტეტები გახლდათ სახურავის გადახურვა, სარინელი, კარ-ფანჯრების გამოცვლა და გათბობის სისტემის რეაბილიტაცია. დღესდღეობით უკვე დასრულებულია თითქმის რეაბილიტაციო სამუშაოები და მომავალი წლისთვისაც იგეგმება სამინისტროს მიერ ტენდერის გამოცხადება, პრიორიტეტების დასახვა და იმედს ვიტოვებთ, რომ კვლავ გაგრძელდება სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები. საქართველოს მასშტაბით წითელა წითურა ყბაყურა საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. სამედიცინო დაწესებულებებს 7-დან 14 წლამდე აუცრელმა ან არასრულად აცრილმა მოზარდებმა მშობლებთან ერთად უნდა მიაკითხონ. შეგახსენებთ, რომ წითელა წითურა ყბაყურას არაგეგმიური აცრები უფასოა. იმუნიზაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება. მიმდინარეობს 6-დან 14 წლამდე ასაკის აუცრელი ან არასრულად აცრელი ბავშვების მოცვა წითელა წითურა ყბაყურის ვაქცინით და 14 წლის ასაკის ბავშვების მიუხედავად აცრის სტატუსის, ესე იგი აცრილი არიან თუ არ არიან. შევახსენებ მშობლებს, რომ თან უნდა იქონიონ ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი და მშობლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი. დღეის მონაცემებით აცრილია ამჟამად 20 პაციენტი, ძირითადად 14 წლის ასაკის ბავშვები. ხვალ კულტურის სახლში სპექტაკლის სისხლი პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის 2 მოთხრობის ძაღლისა და სისხლის მიხედვით რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა. სცენარის მიხედვით სპექტაკლში ობოლი ბავშვის ცხოვრების ისტორიაა მოთხრობილი. პრემიერა ხვალ 18 საათზე შედგება. ობოლია, ქალბატონო იულია. ქალბატონო იულია. აგერა, სპირიდონ ბატონო და როდამ დროს სამჭალიდან სპირიდონ ბატონო. დავაი. მე დაგეხმცა. და ისე და
სპექტაკლი გახლავთ ინსცენირებულია ორი ნაწარმოების მიხედვით, ეს არის ნოდარ დუმბაძის სისხლი და ძაღლი. თითქმის განახლებული წარმოდგენა სიხილავს მაყურებელი ხვალ საღამოს 6 საათზე. რაც შეეხება თვითონ ნაწარმოებს და სპექტაკლს, იგი ეძღვნება ყველაზე ისეთ მარადიულ თემას, რასაც ქვია იმ ფესვებს, იმ ძალას, რასაც ჩვენ ფესვებისკენ გვეკაჩება, მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე, საერთაც არ უნდა წავიდეთ, როგორც არ უნდა წავიდეთ, ის ფესვი მაინც გვეძახის და მაინც გვაბრუნებს იქით, საიდანაც მოვდივარ. ვეხსენებათ დუმბაძე საერთოდ მიწიერი მწერალია ყოფითი ისეთი, რომელიც ყველა ადამიანის სულშია და ყოფიერია და გულში წდება ყველას. მეც აი რა ვთქვათ დაგითხრათ სიმართლე, ხთალბედნიერება წილად ის რომ მეთამაშა ბაბუის როლი. ჩემი გმირის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ მას აქვს ძალიან მოწყენილი ცხოვრება. სულ მოწყენილია, სულ ცუდი ამბები აქვს. ეს მოკლედ რომ ვთქვათ, სულ მთელი ცხოვრება ტირილში და მოწყენილობაში გაატარა. მე არ ჩემევასრულებ ნოდარ დუმბაძის პატარაობაში როლს, ნოდარ დუმბაძე პატარაობაში. მე ვფიქრობ ძალიან ცოტათი მიხარია რომ ამ როლს ვასრულებ. ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ეთერში თათიანა ნობაშვილის საავტორო გადაცემა ნიღბებს მიღმა ახალი სატელევიზიო სეზონიდან კვლავ ბრუნდება. როგორი იყო ქართული თეატრი და კინო, როგორია დღეს და როგორი იქნება ხვალ. ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეშივე ლეგენდებად იქცნენ და მომავალ თაობას, რომელიც მოდის და ადგილს იმკვიდრებს თანამედროვე თეატრსა და კინოში, მაყურებელი ჩვენს არხზე ყოველ 4 შაბათს ნიღბებს მიღმა შეხვდება. ახალ სატელევიზიო სეზონზე გადაცემის პირველი სტუმარი მსახიობი ალეკო მახარობლიშვილი იქნება. ახალი სატელევიზიო სეზონიდან გადაცემა ნიღბებს მიღმა კვლავ ბრუნდება სატელევიზიო ეთერში. მინდა ვთქვა, რომ სხვა არხებისგან განსხვავებით ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ ტიპის გადაცემა შევთავაზოთ მაყურებელს და პირველ გადაცემაში დღეს სტუმარი იქნება მსახიობი ალეკო მახარობლიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობისთვის ზებნილი და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებისა და ყაჩაღობისთვის ზებნილი 2 პირი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დააკავეს. დაკავებულები საქართველოში უკრაინის რეისით ჩამოფრინდნენ. ორივე ბრალდებული ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2008 წლიდან იძებნებოდა. ორივე მსჯავრდებული ამ დროისთვის სასჯელ აღსრულების მეორე დაწესებულებაშია მოთავსებული. რუსთაველი მოფარიკავე მარიამ ცუხიშვილი ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. რუსთაველმა სპორტსმენმა ჩემპიონატზე 10 შეხვედრა ჩაატარა და 10-ვე ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა. ცუხიშვილთან ერთად შედეგიანად იასპარეზა კიდევ ერთმა რუსთაველმა მოფარიკავე ნიკოლოზ ვეფხუიაშვილმა. მან 9 ბრძოლიდან 8 მოიგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ცუხიშვილმა და ვეფხუიაშვილმა ტურნირზე საქართველოს ნაკრებ გუნდთან ერთად იასპარეზეს. საერთო ჯამში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სულ მქონდა 10 შეხვედრა, ყველა შეხვედრა მოვიგე, ავიღე პირველი ადგილი და ძალიან გახარებული ვარ ჩემი შედეგით. რაპირა ბიჭებში მონაწილეობდა 103 კაცი და 3 მეულში შესასვლელი, მესამე ადგილი დავიკავე, ნახევარფინალი წავაგე ირანელთან 15-ით 8. საქართველოს მან იყო 1 პირველი, 1 მეორე, 3 მესამე ადგილი. აქედან პირველი და 1 მესამე ადგილი ჩვენი იყო ნიკოლოზ ვეფხუიაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მარიამ ცუხიშვილმა პირველი ადგილი. რა თქმა უნდა, წარმატებულია ჩვენი გამოსვლა. პოლნისის მუნიციპალიტეტმა ძიუდოში ზონალურ პირველობას უმასპინძლა. შეჯიბრი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამარჯვებულები 2 ასაკობრივ ჯგუფში გაირკვნენ. 1998-99 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის რუსთავიდან საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება 3 ძიუდოისტმა მოიპოვა. დიდებში კი რუსთაველებმა 2 პირველი, 2 მეორე და 1 მესამე ადგილი დაიკავეს. 66 კილოგრამში ოქროს მედალს ვასილ ბერუაშვილი დაეუფლა, ხოლო 90 კილოგრამში ირაკლი ბეჟიტაშვილმა იმარჯვა. 98-99-იანში ელგუჯა ბარბაკაძემ აიღო პირველი ადგილი. მეორე ადგილი აიღო გაგილიჩელმა, მესამე ადგილი აიღო გიორგი ასანიძემ. დიდებში 2 პირველი ადგილი ავიღეთ, 2 მეორე ადგილი ავიღეთ, 1 მესამე ადგილი ავიღეთ.
ქრონიკა პირდაპირ ეთერში უცხოეთის სიახლეებით განაგრძობს მუშაობას. საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8 საათზე გაიხსნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით არჩევნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ქვეყნის პირველი პირის სტატუსისთვის 10 კანდიდატი ებრძვის, თუმცა პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების უმრავლესობა გამარჯვებას ისევ ილჰამ ალიევს უწინასწარმეტყველებს, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტის პოსტს მესამედ დაიკავებს. საკადრო ცვლილება ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის პოსტზე ჯანეტ იელენს წარადგენენ. ინფორმაცია ოფიციალურად უკვე დაადასტურეს თეთრ სახლში. იმ შემთხვევაში, თუ მის კანდიდატურას ნდობას კონგრესი გამოუცხადებს, იელენი პირველი ქალი გახდება ქვეყნის ისტორიაში, რომელიც ამ უწყებას ხელმძღვანელებს. უწყების მოქმედ ხელმძღვანელს უფლებამოსილება 2014 წლის იანვარში ეწურება. დაპირისპირება თურქეთში სამართალდამცავებსა და მუშათა პარტიის აქტივისტებს შორის დაპირისპირება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მუშათა პარტიის მომხრეები ხელისუფლების მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გასაპროტესტებლად ქუჩებში შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავების წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ჰონკონგის სოტბის აუქციონის ბიურომ 3 ოქტომბერს გამოფინა იშვიათი ვარდისფერი ბრილიანტი, რომელსაც ნოემბერში ჟენევაში აუქციონზე გაიტანენ. 59.6 კარატიანი ოვალური ფორმის ბრილიანტი, რომელსაც ვარდისფერი ვარსკვლავი უწოდეს, შეფასებულია 60 მილიონ ამერიკულ დოლარად. სოტბის წარმომადგენლობის განცხადებით, ეს არის უიშვიათესი ბრილიანტი, რომელიც ოდესმე აუქციონზე გამოუტანიათ. ახლა კი ვნახოთ, როგორია ამინდია მოსალოდნელი ხვალ ქვემო ქართლში. Ალკაში ნავარაუდებია დღისით +14 გრადუსის სითბო, ღამით 0 გრადუსი. თეთრწყარში დღისით 14 გრადუსამდე გათბება ჰარი, ღამით 4 გრადუსამდე დაიწერს ტემპერატურა, დმანისში დღისით 15, ღამით -1 გრადუსია მოსალოდნელი. პოლიში დღისით 19, ღამით 5, მარნეულში დღისით 18, ღამით 8 გრადუსი სითბო. თბილისში დაფიქსირდება დღისით 18, ღამით 8, გარდაბანში დღისით 18, ღამით 7 გრადუსის სითბო, ხოლო რუსთავში დღისით 18, ღამით 7 გრადუსის სითბო მოსალოდნელი. ეს იყო ჩემი ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, ქრონიკა ამით დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.